ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში, რომელიც საქართველოში გამჭვირვალობის კანონის მიღებას მკაცრად აკრიტიკებდა ამერიკის უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე პრეზიდენტ ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებას მიესალმება. მმართველი გუნდი სენატორის შერჩევით მიდგომაზე საუბრობს და ამბობს, რომ ჯიმ რიშის ამ განცხადებით კიდევ ერთხელ ნათელი ხდება, რომ საქართველოს ხელისუფლების მიდგომა სწორია. მე დიდი ხანია მუშაობ იმისთვის, რომ უნივერსიტეტები უფრო გამჭვირვალე გახდეს იმის შესახებ, თუ რომელი უცხოური ქვეყნები აფინანსებენ მათ კვლევებსა და პროგრამებს. ჩვენ უნდა მივყვეთ ფულს. თუ დასამალი არაფერია, მაშინ წინააღმდეგობა რატომ არის? მე მივესალმები პრეზიდენტ ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აიძულებს უნივერსიტეტებს გაამჟღავნონ უცხოური დაფინანსება და გავაგრძელებ მუშაობას კანონმდებლობაზე, რომელიც ამ პრინციპს გააფართოებს. ქართული ოცნება ამ კანონებს რომ იღებს, გამჭვირვალობას კი არ ემსახურება, არამედ ემსახურება კონკრეტული ადამიანების რეპრესირებას. ამ ქვეყანაში დემოკრატიული ხელისუფლება როცა მოვა და არჩევნები ჩატარდება, დარწმუნებული ვარ, რომ ოპტიმალური კანონი იქნება შესაბამისი გამჭვირვალობის შესახებ. ჩვენ ვიხილეთ ახლა ტრამპის მორიგი ბრძანება იმასთან დაკავშირებით, რომ უნივერსიტეტებში თანხებთან დაკავშირებით გამჭვირვალობა უნდა არსებობდეს, რაზეც გაგიკვირდებათ და ბატონი ჯიმ რიში გამოვიდა და თქვა, რომ რა თქმა უნდა გამჭვირვალე უნდა იყოს ყველაფერი რა არის დასამალი. და საქართველოში რატო არის დასამალი? როდესაც შენ საქართველოში ხელს უშლი გამჭვირვალობის კანონის მიღებას, რომ შენი ფული სად დაიხარჯოს საქართველოში არ იყოს გამჭვირვალე და საკუთარ ქვეყანაში ამართლებ ამ გამჭვირვალობის პროცესს, რა თქმა უნდა, როგორც მინიმუმ ხარ არაკეთილსინდისიერი. ბრძენი ხალხი იყვნენ რომაელები და მათი გამონათქვამი არაერთხელ გამიმეორებია, ის რაც შეეფერება იუპიტერს, არ შეეფერება ხარს. რა ვქნათ, ასე არის გეოპოლიტიკა აწყობილი. გვიხარია, რომ ახალმა ადმინისტრაციამ არა მხოლოდ ამხილა და აღიარა ის მავნე პრაქტიკა, რომელიც გამოყენებითაც ამერიკული ფული იხარჯებოდა სხვა ქვეყნებში ხვის ძირის გამოთხისთვის, არამედ თავადაც იმ რისკების დაზღვევა დაიწყო, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ უკვე ამდენი წერია, რომ უცხოურ გავლენას სჭირდება გამჭვირვალობა. აი ამ აქტით, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი, მათ შორის ამ შეფასებებით, რომ თუ დასამალი არაფერი გაქვს, რატომ არასაჯაროებ, ერთ-ერთში იმეორებენ ჩვენს მიდგომებს, ვფიქრობ, რომ ამითი ყველაფრის წერტილი დაესვა. ახლა ისინი, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილები დატენეს და ისროლეს, ისინი, რომლებმაც მაშხალები დატენეს და ისროლეს, გამოვიდნენ და ამასთან დაკავშირებით თავისი განმარტებები თქვას და ზოგიერთმა დიპლომატმა თუ უცხომა პოლიტიკოსმა მე მგონი ბოდიშიც უნდა მოუხადოს ქართულ ხალხს, რომ ასეთი ყალბი პროპაგანდა იყო წარმოებული საქართველოს წინააღმდეგ. ასეთი განცხადებები, რომლებიცაც ვისმენთ ჩვენ საქართველოსთან მიმართებაში, მათ შორის სხვადასხვა ევროპარლამენტარებისგან მიუთითებდა იმაზე, რომ ჩვენ სწორად ვიქცეოდით, რადგან ვიცავდით და ვიღებდით იმ კანონმდებლობას, რომელიც დაიცავდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, რაც როგორც ჩანს არ არის ზოგიერთი ევროპარლამენტარის თუ უცხოელი პოლიტიკოსის ინტერესებში, თუმცა ჩვენ ვითვალისწინებთ არა მათ ინტერესებს, არამედ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს და მომავალშიც ნებისმიერი კანონმდებლობა, ნებისმიერი საჭიროება, რომელიც უფრო კარგად დაიცავს ჩვენ ქვეყანას გარე გავლენებისგან, რა თქმა უნდა, იღებნება მიღებული.